თქვენი მკურნალობის მეთოდი რატო ნიშნავთ ბადებს და რა თქვათ ქიმიურ წამლებს? ხო, აი ხა დავიწყოთ მოვყვეთ აქედან, რომ ქიმიური წამლები საერთოდ ბოლო პერიოდის გამოგონება და ეს გამოგონება გამოიყენეს ნავთობპროდუქტებისგან ასეთ საშუალებების დასამზადებლად. ეხლა მთავარი მომენტი რა არის? მედიკამენტი, ანუ წამალი, არანაცვლებს იმ აუცილებელ ნუტრიენტებს, რომელიც ჩვენ გვჭირდება სწორი ცხოველმოქმედებისთვის, აღდგენა გაჯანსაღების, აი იმის რომ უჯრედმა იფუნქციონირებს, მას ჭირდება ნატურალური კომპონენტები, ნატურალური ნუტრიენტები, რომელსაც ქიმიური საშუალება, ქიმიური ნივთიერება ვერ ანაცვლებს. ქიმიური ნივთიერება, ანუ წამალი ახდენს ფუნქციების პროტეზირებას. აი როგორც ვთქვათ, რომ ბარძაყის სახსარში ვთქვათ, ბარძაყის თავის ოსტეოპოროზია, ან ვთქვათ, არის კოქსარტროზი, როცა ბარძაყის თავის ფორმა შეიცვალა, დაზიანდა და რას ხვდებით? ვაჭრით ძვალს და შემდეგ პროტეზს ვდგავთ. პროტეზი არ არის ნატურალური ნივთიერება, ის ყველა ვარიანტში პრობლემატურია და ახლობთ იგივე საკეთებს წამალი სხვა ფუნქციებთან დაკავშირებით ორგანიზმში. ბადი ეს არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი საკვებზე. ანუ დღეს რომ საკვები გამოფიტულია და ისეთ სრულფასოვანი არ არის, როგორც იყო 30, 40, 50 წლის წინ, როცა მე ვიხსენებ, რომ მამა ჩემის დედა პოსტაში პამიდორკიც რომ მოკრიფავდა 50 მეტრში სუნს გუზნობდი. ანუ სუნიც და გემოც მაჩვენებელია ნუტრიენტების შემცველობის. ხო, და ეხლა არაფერს არ სუნი აქვს, არც გემო აქვს. ანუ ნიშნავს, რომ ბიოლოგიურად აქტიური დანამატი საკვებზე იმ დეფიციტს ავსებს ნუტრიენტების, რომელიც ჩვენ ორგანიზმს ჭირდება. ჩვენ ყოველდღე გვჭირდება 180 ნუტრიენტი და ქიმიურ წამალში ეს ნუტრიენტები არ შედის პრაქტიკულად და ის არაფერს არ ანაცვლებს. ამიტომაც მე ვაკეთებ იმას, რომ ორგანიზმი აღიდგინოს თავის სრულფასოვანი ფუნქცია და არა ის რომ მივჩქმალოთ რაღაცა, რომ კედლები დაგვებზარა და ან კარადა მივაყუდოთ, რომ ვერ დავიღოთ, ან გადავშპაყოთ და შევღებოთ. მე ვარ მოწმე თქვენი შედეგების. მაინახია. მადლობა.